იბრძოლა ქვილითაიამ, გრძელდება შეტევა. შეიძლება დარტყმა. ჯანოს დუბლი. ჯანო ანანიძის წინვალე გასროლა და 4-0-ს ვამარცხებთ ლატვიას. შესანიშნავი დარტყმა. ჩვენი გუნდის ლიდერი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენი ნაკრების. მეორე გოლია მისი პირველი 11 მეტრიანიდან შეაგროვა. 4-0 საქართველოს ნაკრების სასარგებლო. მთლიანად ხედავთ ამ კომბინაციას. ჩამოიღო და გაისწორა ძლიერესი დარტყმა კუთხეში და არანაირი შანსი მეკარეს. ჩავარდა ლატვიის ნაკრების საყრდენი ზონა, ცენტრალური მცველები ზედმეტად უკან ჩაჯდნენ და ორმაგი ცვლილება. სასიამოვნოა რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯემალ ტაბიძე ითამაშებს ნაკრების შემადგენლობაში. ესეც საინტერესოა ნამდვილად. ქვილითაია გადის. ახლა ნიკა კაჭარავა შემოდის. ქვილითაიას ნაცვლად ცენტრალურ შეიძლება და ასე